შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში ხელახლა გაწევრიანებამდე რუსეთი გარანტიებს ელოდება. ამის შესახებ ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, როგორც კი გაცემული დაპირებები, კონკრეტული გარანტიები გახდება. მისივე თქმით, ახალ წინადადებაში ჯერ კიდევ არ არის ასეთი გარანტიები. არის მხოლოდ დაპირება, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვცდილობთ და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ დასავლეთი აფერხებს იმ პრობლემის გადაჭრას, რაც აფერხებს მარცვლეულისა და რუსული სასუქების უფრო აქტიურ ექსპორტს. ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ ოფიციალურად და მკაფიოდ განაცხადა, რომ როგორც კი მიიღება ზომები, არა შავი ზღვის პაკეტის რუსულ ნაწილზე მოლაპარაკებების შესახებ, არამედ ზომები ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც შეუსრულებელი დარჩა. მიუხედავად დაპირებებისა, გაეროს გენერალური მდივნის ძალისხმევასაც ვაფასებთ. მაგრამ როგორც კი მოლაპარაკებები გადაიქცევა კონკრეტულ გადაწყვეტილებად, იმავე დღეს ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მარცვლეულის პაკეტის უკრაინული ნაწილი.